გორში მეჯვრისხევის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 სულიანი ოჯახი უსახკაროდ დარჩა. გალოსტაშვილების სახლს ცეცხლი 2 დღის წინ გაუჩნდა, რის შედეგადაც განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და საოჯახო ტექნიკა. მრავალსულიანი ოჯახი ახლა ხანძარს გადარჩენილ სათავსოში აგრძელებს ცხოვრებას და ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. მათი თქმით, გორის მერის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ და დახმარებასაც დაჰპირდნენ. გაყვანილობით გაჩნდა ეს დენია, აქ ფეჩი არავის არ ედგა, მან დიდგა, მაგრამ მანდაც არ იყვნენ აქ ბავშვები, რომ მე თქვა, რომ ფეჩი აინთო და ან რაღაცა იმას აქ, მაგრამ არა, გაყვანილობით არის, ეს ძველი გაყვანილობა იყო და ამას მხრივ. რავი, დივანკრესლები, მაცივარი, ტელევიზორები, რამე სულ ყველაფერი განადგურებული არის. ისე რომ არაფერი არ შეგვჭა საოჯახოდან. მეზობელი ჩამოიარა, შეშა დავცალეთ, გარეთ ვიყავით, შემოვედით ტელევიზორს უცქეროდით. სულ წამებში მოხდა ყველაფერი. გამოვედი და დავინახე ვოლიაზდის და ალია უკვე ავარდნელი მაღლა. ჩქარა ვირბინე, ხანაკეთ ბეცი, ხანიკით მერას გავაკეთებდი, ცეცხლს დაუდგებოდი წინა. ვერაფერი ვერ გავხდი მან